განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში მთაწმინდა კრწანისის რაიონის ყველა საჯარო სკოლის დირექტორთან შეხვედრა გამართა. ჯოხაძემ პედაგოგებს არჩევითი საგნების ნუსხა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაგეგმილი არის არჩევითი საგნების ნუსხის გაფართოება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საგნები სკოლაში მე-11-12 კლასებში იქნება შეთავაზებული მოსწავლეებისთვის მათ ინტერესებზე დაყრდნობით. ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქცია, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი დირექტორთა კორპუსისათვის, მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიცავს, რაც პროცესის განვითარების შედეგია. განსაკუთრებული საინტერესო ამ თვალსაზრისით არის არჩევითი საგნების რაოდენობის გაზრდა, რაც საშუალებას მისცემს მე-10 კლასიდან, ანუ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, გაცილებით უფრო კარგად უზრუნველყონ საკუთარი მომავალი.